გაჭირებულები იყვნენ. და მათთან მეგობრობდი და რაღაც მქონდა რა სულიერი ზმობა და სიყვარული და როცა მათთან მივიდოდი ხოლმე სუფრას გაშლიდნენ და საჭმელი მქონდა ის გააკეთებდა ფაფას, ღომს იმისას, ფეტვისას. ფეტვის ფაფა, საჭმელი ყველი და რაღაცები, ახლა წვილად არის, არ თქვა არ ახსენებთ, არ იყო. ახაც გარკვეული ღვინო იყო და ეხლა სივარ და თამადა მე ვარ და ავწიეჭიქე და თქვი ასეთი სადღერძელო. სწორედ ეს ამბავი რომ ადამიანი არის საზოგადოებრივი არსება. და მისი ბუნება არის ასეთი. აი ბავშვის ბუნება მაგალითად მოვიყვანე. რომ თავშად ბავშვს მიეცა საჩუქარი. რაღაც სანატრელი საჩუქარი და ხარობს ბედნიერია წასეწევა სიხარულით, ხო? მაგრამ ყველაფერი მოყრიჭებადია, ეს საჩუქარი რაც გინდა კარგი იყოს, სათამაშო ცხენია თუ დიდი მანქანა არის, უკვე დაიღალა. აღარ უნდა. აღარ უხარია იმდენად, გაუნერდა ეს სიხარული და ბედნიერების განწყობა. მაგრამ ამ დროს ბედად შემოესწრენ მისი მეგობრები. იმათ რომ დაინახეს ეს საჩუქარი, ამდენი 10 ბავშვი დაუშვათ, ხო? 10 ბავშვის სიხარული აღტაცება, ვაიმე ეს რა ქონია, რა კარგია, რა ბედნიერება, რა სიხარულია. აი ახლა ხელახალი იმპულსი მიეცა ამ ბავშვის სიხარულს, რადგანაც 10 ბავშვის სიხარულად იქცა ეს. 11 ბავშვის დაუშვათ, ხო? და გაატკეცდა ამ ბავშვის სიხარული, რადგანაც უხარია რომ თვითონ მფლობელი არის ასეთი ყველასთვის საყოველთაო სიხარულის მომტანი იმისა სიხარულისა. ანუ შენ სიხარულს რაც უფრო მეტი ადამიანი გაიზიარებს, შენ სიხარულს ემატება იმდენად. ასია თუ არა? და სადღერძელოს ვამბობ და იმას ვიხსენებ სადღერძელოს. და რადგანაც ეს ასიაა და თუ ეს ასიაო არ ვამბობ. რადგანაც ეს მართლა ასია, რადგანაც ჩვენმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ეს გვიჩვენა. თორე ზოგიერთი რომ ეგოისტები ვართ და მესჩანები ვართ და მარტო ჩვენთვის გინდა ეს სიხარული და სხვების ღვთის გაზიარება გვინდა, ამაზე არა ლაპარაკი. ბუნებრივზე, ადამიანის ბუნებაზე, ბავშვის ბუნება. ხო? რადგანაც ეს ასია, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ და უნდა ვისურვოთ და ვილოცოთ და ვთხოვოთ ღმერთს, რომ ჩვენ სირგვლივ დედამიწაზე რამდენი ადამიანიც არის და საერთოდ რამდენი სიცოცხლეც არის კიდე ცხოველებისა. ხო? რომ ყველა ბედნიერი იყოს უკლებლი, რათა ჩვენი სიხარულსა და ბედნიერებასაც გქონდეს აი ეს ანუ ჩვენი სიხარული და ბედნიერებას რომ იყოს უკიდეგანო, ყოვლის მომცველი, საყოველთაო. ჩვენი პირადი სიხარული იქნება ყველასთვის სიხარულს შეემატება, იმათი სიხარული პირადად ჩემს სიხარულს აღავსებს და 1 მილიარდია თუ 7 მილიარდია თუ რამდენი მილიარდია ადამიანი 7 მილიარდ ჯერ გაიზრდება ჩემი სიხარული. ჩემი ქვეყნის სიხარული და ბედნიერება თავისუფლება, ხო? თუ კი აღმოცენებულია საფრთხო სიხარულზე. სხვებზე ზრუნვაზე და აი ამ კანონებზე თუ არის დაფუძნებული, მაშინ დედამიწაზე რამდენი ერი და სახელმწიფო არსებობს, ხო? ყველა იმდენჯერ გამრავლებული სიხარული ექნება ჩემს ქვეყანას. დამპყრობლური, შოვინისტური, ეგოისტური, გამანადგურებელი გრძნობები პირადად ჩემგან აღმოიფხრება, ჩემი ერისგან აღმოიფხრება, რადგანაც ჩემნაირი იქნება ყველა ჩემი ერის შვილები და მე მთელი კაცობრიობა ასე იქნება და დედამიწაზე დამყარდება ნამდვილი ღვთაებრივი ბედნიერება და სიხარული და მე ამის შედეგად ჩვენ სულიერად ავმაღლდებით და ვიქნება ასე მისვამოსვლა ზეცასთან და სადა მიწა გაერთიანდება. ეხლა ცოტა გავაფორმე, მაგრამ აი ეს რო თქვი არსი ამ სადღერძელოსი, ხო?
მაშინ თათასეთი მოტვრებილი არ მქონდა თავი. ცოტა ხეჩარი მქონდა, რამოდენიმე ხერი. და აი ასე გადამისვა ხელი. ცუთა ანგელოზმა ერთხელ რომ ანგელოზის ჩაკისკისება გაისმა, როცა ასე ვიწერდით, ხო, რომ ხადაგებდი, რაღაცას ვამბობდი მე. და ესე თქვი, მაშინ кай ფორმაში ვიყავი და რაღაცნაირად თქვი, აი სიყვარული მაგალითად თქვი და ამ სიყვარულს მოხდა გაკისკისება ანგელოზის. შესაბამისი, ხმაში შეწყობილი. ის კეთევანის მან დაიჭირა ესმენით. კიდე მინდა რომ ჩემს შესახებ გითხრათ, ლარგვისის თევში ვარ. ქსნის ხეობაში და ვეძებ ჩემთვის დასაყუდებელ განმარტოების ადგილს და სულ სერ მიყვარს სიარული, რადგანაც ხეობაში არაფერი არ ჩანს რომ მიდიხარ, ჩაკეტილი ხარ და იქაც საინტერესოა თავისი სილამაზე აქვს იმას, მაგრამ სერ რომ მიდიხარ აქეთას უკიდეგანო თვალსაწიერია იქეთას და მიდიხარ თანაც გზას უფრო კარგად გაიყვალავ და ესე ატყდა ჭექა ქუხილი და საშინელი წიმა წამოვიდა. მე არ გავჩერდი, მივდივარ და გაიელვა ანუ ელვა თუ მეხი გავარდა და აი ასე მომეფერა ის თავზე. ხო წარმოგიდგენია ახლა როგორ მოხდა რომ ელვა რომელსაც შეუძლია ქვა გააყოს და დაწვას ხო აქ მოვიდა და სათუთად მომეფერა თავზე. ვაშა სიხარულის მიზეზი გვაქვს. ღმერთი ჩვენთან არის. ნებისმიერი ადამიანი თქვენ გერიდებათ, გრცხვენიათ. იმიტომ რომ არიფები ხართ და ამიტომაც არ იხსენებთ თქვენ ცხოვრებაში თავს გადახდით ასეთ ფაქიზეს შეხებებს ზეცასთან. არიფები ხართ. ხო, აბა დაიწყე გაიხსენე. მაგრამ შენ სხვათა შორის შენი ცოდები. ახლა გამორთოთ ეს არის. შენ ცოდები გაგახსენებელი, ხო? ვალე აღსარება, ღიარება. მე შენ გიხარით, ამა დაწერე. კეთილი